ბედნიერი დღე ყველას, მოდით ესეთი თემა განვიხილოთ დღეს ფიქრი და გრძნობა. რას ფიქრობს ჯერ ეს ვნახოთ, შემდგომ უკვე რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნება, რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის ვიტყვი იმას, რომ მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი, რა თქმა უნდა, და გაითვალისწინეთ. და რა გვაქვს ახლა აქ? ნახოთ, გავხედოთ. ნახეთ რა არის მისი ფიქრები, რომ ყველას გონია თქვენს ირგვლივ, რომ გიცნობენ. თუმცა ზუსტად აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რეალურად არავინ გიცნობთ. ეს არის ამ ადამიანის ფიქრის მთავარი მესიჯი ზუსტად. ვერ გაიგო ვერც თქვენი მენტალობა, ვერც ხასიათი, ვერც ლოგიკა და საერთოდ რა გინდათ მისგან, ვერც ეს. რომ გქონია და იფიქრებს, აი გამოჭერილი მყავს მაგალითად ხელის გულზე მიდევს მისი აზროვნება, თუ ფიზიკურად, თუ ფსიქოლოგიურად, უცებ თქვენ ისეთ გაურკვეველ რამეს ამბობთ, ან აკეთებთ, სრულ იზოლაციაში გადაგყავთ ეს ადამიანი. ამოუხსნელი ამოცანა ხართ. თითქოს ერთი შეხედვით მარტივი ადამიანი, მაგრამ რაღაც მომენტში დარწმუნებით ფიქრობს თქვენს იმ სირთულეზე, რაც ხასიათში გაქვთ. და სხვათა შორის ეს ხდით კიდეც უფრო მიმზიდველს, სასურველს, მაგნიტურს, საინტერესოს მისთვის. მაგრამ ნახეთ, ამავე დროს კომპლექსებს, შიშებს, ხიფათს და რისკს უღვიძებთ, აი ამ შეგრძნებებსაც უტოვებთ. აზარტს თესავთ მასში, აი რა ვთქვა, უკიდეგანოთ. ეს ფიქრები არც ასვენებს რეალურად, რომ ვერ გაიგო ვერც თქვენი თავი, ვერც თქვენი ბოლო და საერთოდ რა გინდათ ის ვერაფერი ვერ გაიგო ჯამში. რას გრძნობს? აბა ეს ვნახოთ, რა გრძნობები გვაქვს მისი მხრიდან. ხო, აქ უფრო თვითკრიტიკა მოდის. რაღაც სინანულის განცდა აქვს, საკუთარ თავს პრესავს. რაღაც ისეთი თქვა, ან გააკეთა, რაც გადამლაშებული იყო თქვენს მიმართ. და აქ საკუთარი თავის თვითკრიტიკაშია. ვნება ძალიან მძლავრია. ამ ხრივ მიჯაჭვრობად შეიძლება ვუწოდოთ მის ემოციურ დამოკიდებულებას თქვენდამი. თუმცა არის რაღაც, რაც ძალიან იზიდავს თქვენში და ამავე დროს არის რაღაც, რაც ასევე განიზიდავს. საქმე იმაშია, რომ თავს ირწმუნებს იმაში, რომ თქვენდამი არც თუ ისე მნიშვნელოვანი გრძნობები აქვს, მაგრამ ესე ნამდვილად არ არის, ვერ ვიტყოდი. აქვს გრძნობები. უბრალოდ ამას საკუთარ თავსაც კი უმალავს და თანაც უმალავს ღრმად და მდუმარედ. იცით რა შთაბეჭდილება მჩება, რომ რაღაც ცხოვრებისეულ მარწუხებშია გახვეული, რაც მას მოქმედებას უზღუდავს თქვენთან. ანუ აი მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ რაღაც უნდა რომ კარგი გითხრათ, მაგრამ არ იტყვის, არ ამბობს. ან მაგალითად უნდა რომ რამე თბილი ემოცია გამოხატოს რომელიმე, აქაც იკავებს თავს. დავამატოთ ერთი რა, შიშები, კომპლექსები არის, ანუ რაღაცეები ისეთი, რაც ისე ნუ გეწყინებათ, ამ ხრივ ცოტა ეს ადამიანი ვიტყოდი, რომ ილუზიებშია. და რა იგულისხმება, იცით აქ, ანუ მისი აზრით რაღაც, აი რაღაც სასწაული ელოდება მომავალში,
და არ უნდა რომ თავი შეიზღუდოს ვინმეთი ან რაიმეთი, ხომ ხვდებით? მაგრამ მართლა ილუზიებშია, აქ არანაირი სასწაულები არ არსებობს და ალბათ ამას გააცნობიერებს თავის დროზე, არ ვიცი, მაგრამ ამ მხრივ ილუზიებშია. არის თქვენს მიმართ გრძნობები უბრალოდ ისეთი, რომელსაც საკუთარ თავსაც კი უმალავს. წარმატებებს გისურვებთ, პირადი კითხვები WhatsApp-ზე მომწერეთ 557 16 73 50, ოღონდ მომწერეთ და ნუ მირეკავთ, ძალიან გთხოვთ, გიპასუხებთ ყველას.